ეპარქიის მფარველი ანგელოზების ხატი ზესტაფონში ჩამოაბრძანეს დავითა კონსტანტინეს სახელზე დაწერილი რწმენის სიმბოლოს საკათედრო ტაძარში. საქართველოში საატესტატო გამოცდების 4+4 ფორმატი იწყება 2 წლიანი გამოცდილების მოლოდინები, რას ფიქრობენ უფროსკლასელები და პედაგოგები ახალ საგამოცდო მოდელზე. მხატვრული კითხვის კონკურსით ზესტაფონში აკაკის საიუბილეო კვირეულის პროგრამა დაიწყო პროექტის პირველი დღის დეტალების სპექტრში. ბრძოლები აფხაზეთის თასისთვის სპორტსკოლის მოფარიკავეთა წარმატების სარბიელი ანა მაჩიდიძემ ტურნირის მთავარი ჯილდო ზესტაფონში ჩამოიტანა. ალექსი სვიანაძე ქართული ჭიდაობის ჩემპიონატის მეორე ადგილის პრიზიორია სპორტული ქრონიკის გაგრძელება საინფორმაციო გამოშვებაში. შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმინისა სულისა, აწდა მარადის და უხუნეთე გუნისამდე. ეპარქიის მფარველ წმინდა დავითა კონსტანტინეს სახელზე დაწერილ ხატთან მიახლება და მისი თაყვანისცემა მრევლისთვის ახლა შესაძლებელია. ხატი, რომელიც ეპარქიის სასულიერო მოღვაწეთა ინიციატივით თითქმის 1 წლის განმავლობაში იწერებოდა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ჩამოაბრძანა. წმინდა დავითა კონსტანტინეს ხატისთვის საკათედრო ტაძარი დროებითი დასაბრძანებელია. მას შემდეგ, რაც ეპარქიაში მფარველი ანგელოზების სახელზე ტაძარი აშენდება, ხატს სწორედ იქ გადააბრძანებენ. ჩვენი ეპარქია არის მარგვეთისა და უბისისა და ჩვენი ეპარქიის მფარველი ანგელოზები ბრძანდებიან დავითა კონსტანტინე, რომლის სახელზე ჩვენ ეპარქიაში იყო ტაძარი აშენებული, მაგრამ დღესდღეობით არ არის ეს ტაძარი ჩვენს ეპარქიაში და ღვთისმშეწევნით და მეუფის ლოცვა-კურთხევით მომავალში ფიქრობთ, რომ აშენდეს დავითა კონსტანტინეს სახელობის ტაძარი. ზესტაფონის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მოძღვრებმა დაახლოებით 1 წლის წინათ გადავწყვიტეთ მეუფის კურთხევით, რომ შეგვექმნა დავითა კონსტანტინეს სახელობის ხატი და დაგვებრძანებია ზესტაფონის საკათედრო ტაძარში. მრევლის გვერდში დგომით, მრევლის შემოწირულობით და რა თქმა უნდა ღვთის დიდი მფარველობით და დავითა კონსტანტინეს შემწეობით დღეს მოხდა ამ ხატის ჩამობრძანება მისი ყოვლადოსამონდელოესის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის მიერ და ეს ხატი იქნება დაბრძანებული ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ხოლო როდესაც ღვთისმშეწევნით და დავით კონსტანტინეს მეოხებით აშენდება დავითა კონსტანტინეს სახელობის ტაძარი, იქნება გადაბრძანებული ამ ტაძარში და დაიდებს ბინას. ათ დღეში მე-12 კლასელებს გამოსაშვები გამოცდები ეწყებათ. მათგან პირველის ქართული ენისა და ლიტერატურის ჩასაბარებლად ისინი 21 მაისს გავლენ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები საატესტატო გამოცდებზე გასული წლის გამოცდილებით იქნებიან. პრაქტიკული გამოცდილებაც უკვე მივიღეთ ჩარშანდილისაგან და წელს ცოტა ნერვიულობთ, რადგან ეს 4 გამოცდა ცოტა არ იყოს გვერდთულება და რა ვიცი, ძალიან აფორიაქებულები ვართ ამ გამოცდების მიმართ. ხო და ვემზადებით გამოცდებისათვის და ვიცით უკვე მოლოდინი რა შედეგები გვექნება თითქმის და რა ვიცი, როგორ შედეგები დავასრულებთ ამ გამოცდებს. გვაქვს აბიტურის საათები 4-ვესაგან, რომელსაც ვაბარებთ ისტორია, მათემატიკა, უცხოენა და ქართული. რავი, ცოტა მღელვარება იგრძნობა რა თქმა უნდა, მაგრამ შარჩა მქონდა კიდევ 4 გამოცდა და უბრალოდ ისე პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს და იმდენად არ გვაქვს შიში და იმედი გვაქვს რომ ჩავაბარეთ წარმატებით. მაგრამ არ ამგონია რომ ახლა ძალიან დიდი იყოს მღელვარება, რადგანაც ამავდროულად ვიცით რომ ისინი მისაღები ეროვნული გამოცდებისთვისაც ემზადებიან და ეროვნული გამოცდების პროგრამა და საატესტატოსი თითქმის ერთი და იგივეა და ამიტომ როგორც თვითონ ამბობენ ქართულში არ ღელავენ. გამოსაშვებ გამოცდებს მე-12 კლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის შემდეგ მომდევნო 3 დღის განმავლობაში 24 მაისამდე პერიოდში ჩააბარებენ უცხოენაში, ისტორიასა და მათემატიკაში. ამის პარალელურად მათ ვისაც გასულ წელს დარჩა რომელიმე საგანი ჩასაბარებელი საბუნებისმეტყველო დისციპლინებიდან გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის შანსი ეძლევათ. 25 მაისი კი მათთვის სარეზერვო დღეა. საატესტატო გამოცდებამდე ერთი დღით ადრე მე-12 კლასელები გენერალურ რეპეტიციას გაევლიან ეგრეთ წოდებული პრეტესტის სახით.
სავარჯიშო დღით დაიწყებენ საატესტატო გამოცდებს მე-11 კლასის მოსწავლეებიც, რომელიც ამ დროისათვის არსებული გეგმის მიხედვით 16-დან 20 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. ისინი სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს. თანმიმდევრობით ჩატარდება გამოცდები გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაში. 20 ივნისი კი სარეზერვო დღეა. ჩემთვის როგორც მე-11 კლასელისთვის ეს ძალიან კარგი პროექტი შემოგთავაზა სამინისტრომ, რადგან მე-11 კლასელებს საშუალება ეძლევათ, რომ თავიანთი ცოდნა გამოამჟღავნონ ამ გამოცდებში, დააფიქსირონ თავიანთი, ესე რომ ვთქვათ, თავის შესაძლებლობები და ფართო მასშტაბით გაიტანონ სკოლის გარეთ და ამით ფასდება თვითონ სკოლაც, რა თქმა უნდა, და ერთი მხრივ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ კიდევ იმისა, რომ თავიანთი მომავალი პროფესია უფრო განამტკიცონ იმ მხრივ, რომ მე-12 კლასში 4-საგან უნდა ჩააბარონ. 4-საგან საატესტატოდ აბარებენ მე-11 კლასელები, ამით მთავრდება პროგრამა ამ საგნებში, თუმცა არ მთავრდება სწავლება სკოლაში. ბავშვს, რომელსაც სურს, რომ გააიღრმაოს ცოდნა აღნიშნულ საგნებში, ან უნდა რომ ეროვნული გამოცდები ჩააბაროს სწორედ ამ მიმართულებით, სადაც ეს საგნები ბარდება, მათ სკოლა ხელს უწყობს ამ თავიანთი სურვილის განხორციელებაში, მათ ექნებათ აბიტურის საათები, სადაც ისევ გააგრძელებენ სასურველი საგნის სწავლას. ეს პრინციპი, რომელიც 4+4-ის ფორმატში ხორციელდება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში მეორე წელია მოქმედებს. გამოსაშვები გამოცდები კატის ანუ კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების პრინციპით ტარდება და მოსწავლეები შედეგებს ადგილზევე იგებენ. პირველი სასტარტო ღონისძიება, რომელიც ერთობლივი პროექტის სახით ზესტაფონის მუზეუმთა გაერთიანებამ და საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა განახორციელა, მხატვრული კითხვის კონკურსით შემოიფარგლა. აკაკი წერეთლის იუბილისადმი მიძღვნილ კვირეულზე მუნიციპალიტეტის სკოლებმა შიდა შესარჩავი კონკურსის ჩატარების შემდეგ ყველაზე კრეატიული და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები აირჩიეს და დიდი მგოსნის უკვდავი ლექსები წარმოადგინეს. აკაკი წერეთლის დღეებთან დაკავშირებით რაიონში ტარდება კვირეული, რომელიც ეძღვნება მისი გარდაცვალების 100 წლისა და დაბადებიდან 175 წლის იუბილეს. სკოლებში ჩატარდა ჯერ შესაბამისი კონკურსები, შეირჩა წარმომადგენლები. ჩვენ სკოლაში უკვე ერთი კვირა მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კონკურსი, იქნება ეს მხატვრული კითხვის, ხატვის, აკაკის წერილების შესახებ საუბარი, ზოგადად აკაკის შემოქმედებაზე. ახლა კი დღეს ამ კონკურსში ვიღებთ მესამე საჯარო სკოლაც მონაწილეობას. მე წავიკითხე ლექსი დედამ რომ შვილი გაზარდოს. მე დიდი იმედი მაქვს გამარჯვების. და ახლა არის აკაკი წერეთლის 176 წლის იუბილე. აკაკის კვირეულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, წარმოვადგინე ლექსი განთიადი, აკაკის ლექსი და ცოტა ვინერვიულე, მაგრამ კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც 7-კაციანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, მოსწავლეთა ნამუშევრები მოისმინეს და შეაფასეს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა ფართომასშტაბიანი ღონისძიებები დაუთმობს აღნიშნულ საიუბილეო თარიღს. დღეს გაიხსნა მხატვრული კითხვის კონკურსი, რომელიც ორ ეტაპად ხორციელდება ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. პირველი კატეგორია არის პირველი მე-7 კლასის ჩათვლით, ხოლო მაღალი საფეხური ორ დღეში გაიმართება. რომ არ წყდება კავშირი ტრადიციასთან, იმ ფესტთან, რასაც ჩვენი დიდი წინაპრები ქვია. ძალიან მომწონს, ზოგიერთი ძალიან გამორჩეულადაც კითხულობს, ცუდი არც ერთი არ იყო. და რაც უფრო მეტი ადამიანი ისწავლის, აკაკის განთიადს, აკაკის სულიკოს, მის რჩეულ ლექსებს. ფიქრობ, რომ ეს სასიკეთო წარდგევად მათ მომავალში. აკაკი წერეთლის იუბილისადმი მიძღვნილ კვირეულზე მხატვრული კითხვის კონკურსის გარდა სხვადასხვა ლიტერატურული და კულტურული ღონისძიებებია დაგეგმილი. კვირეულის ფინალი 15 მაისს გაიმართება, 3 დღეში კი გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. კვირეული დაიწყო დღეს და გაგრძელება 15 მაისის ჩათვლით. პირველი 2 დღე ეთმობა მხატვრულ კითხვას, იქნება ლიტერატურული თეატრალური კომპოზიციის, ხატვისა და სიმღერის ტურები.
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 18 მაისს. 18 მაისი ავარჩიეთ, იმიტომ რომ 18 მაისს არის აგრეთვე მუზეუმების საერთაშორისო დღე და გვინდა ეს დაჯილდოების ცერემონიალი დავამტყიოთ ამ თარიღს. საერთაშორისო ტურნირს ფარიკაობაში, სადაც მოასპარეზეები აფხაზეთის თასის მოპოვებისთვის იბრძოდნენ, დედაქალაქმა უმასპინძლა. ზესტაფონელთა ნაკრებისათვის ყველაზე წარმატებული ანა მაჩიტიძის გამოსვლა აღმოჩნდა. სწორედ ის გახდა აფხაზეთის თასის მფლობელი დაშნით მოფარიკავეთა შორის. დანარჩენ სახეობებში გამართულ ორთაბრძოლებში კი ნინი ნიქაბაძემ და ნატალი შუბითიძემ დადეს დამაჯერებელი შედეგი. ჩვენი ბავშვებმა საკმაოდ წარმატებულად ჩაატარეს ეს შეჯიბრება. მესამე ადგილი პირველ დღეს აიღო ნინი ნიქაბაძემ ხმლით ფარიკაობაში. მეორე დღეს ჩატარდა რაპირით ფარიკაობაში, სადაც მეორე ადგილი აიღო ნატალი შუბითიძე. მაგრამ ყველაზე მეტად სასიხარულო მესამე დღე აღმოჩნდა ჩვენთვის. დაშნით ფარიკაობაში ანა მაჩიტიძემ როგორც 2 წლის წინ ისევე მოიპოვა გამარჯვებული სახელი და დაეუფლა აფხაზეთის თასს. აფხაზეთის საერთაშორისო ტურნირისთვის ძალიან ბევრი მინდოდა რომ იმეღწია მიზანს, ამისთვის ბევრი ვიშრომეთ, ჩემი მეგობრებთან ერთად ცდილობდით, ვარჯიშობდით ყოველ დღე და რა ვიცი, თითქმის მესამე ადგილი ავიღე მე აფხაზეთის ტურნირზე და რა ვიცი, კიდე მეც მოველოდი, მაგრამ დაახლოებით ჩავატარე 10-მდე ბრძოლა, ავიღე მეორე ადგილი. ბევრი ვიბრძოლე, მოველოდი რომ უფრო კარგ შედეგს დავდებდი, მაგრამ მეორე ადგილი ავიღე და შემდგომში იმედია პირველს ავიღებ. უკვე მესამე წელია ზესტაფონში სპორტის ეს სექცია აქტიურად ფუნქციონირებს. ყოველდღიურად საფარიკაო უნარჩვევებს 30-ზე მეტი ახალგაზრდა ეუფლება. საკმაოდ წარმატებული სპორტსმენები ყავდა და ზესტაფონს ყავს ისეთი რანგის ჩემპიონები, გაზრილი, როგორიც იყვნენ ძალიან ადრე სიმონ საყვარელიძის დროს იყო ჯონდო მაჭავარიანი საქართველოს საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი. შემდეგში იყო ავთანდილ კიკნაძე, რომელმაც ორჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა, მსოფლიო პირველობაზე მესამე ადგილი მოიპოვა. სოციალისტური ქვეყნების პირველობა აქვს 4-ჯერ თუ 5-ჯერ მოგებული. საქართველოს ჩემპიონმა და სამგზის პრიზიორმა ერევნის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულმა ალექსის ივანაძემ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა ქართულ ჭიდაობაში. ქვეყნის პირველობაზე, რომელიც ჩხოროწყუში გაიმართა, 15 წლის პერსპექტიულ მუზას რამდენიმე ორთაბრძოლის ჩატარება მოუწია. ფინალური რეზულტატის მიხედვით ის მეორე ადგილზე გავიდა. საქართველოს პირველობა ჩატარდა ჩხოროწყუში, სადაც ვიჭიდავე 4 შეხვედრა, 4-ე სუფთა გამარჯვებით მოვიგე. ფინალის მცირე უპირატესობით წავაგე. შედეგით კმაყოფილი ვარ და შევეცდები რომ უფრო კარგი შედეგი ვაჩვენო სხვა შეჯიბრებებს.